მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო. დღეს მე მინდა თქვენ დაგელაპარაკო ძალიან საინტერესო თემაზე, რითი არის გამოწვეული, იმიტომ რომ რამდენიმე დღე ჩემთან კონსულტაციაზე მოდიან გოგოები, ვისაც აქვს რაღაც ხშირად რა ვიცი, რაღაც წამოვიდა ეს თემა, ვერ ვენდობი დაუშვოთ ჩემს, პარტნიორს ან ადამიანს, რომელიც გამოჩნდა ჩემ ცხოვრებაში. ანუ ხვდები ადამიანს და რაღაც დაუნდებლობა მაქვს ადამიანის მიმართ, ხო? აი, რით შეიძლება იყოს ეს გამოწვეული? ეს ძალიან საინტერესო თემა, იმიტომ რომ ჩვენ ახლა ამ არხზე ვიხილავთ ზუსტად იმ თემებს, რომელიც გვეხება პირველ რიგში ჩვენს თავზე. მე ყოველთვის მაგას გეუბნებით, რომ ნებისმიერი პარტნიორი, რომელიც ჩამოდის ჩვენთან ცხოვრებაში, არის ჩვენი ანარეკლი, არის იმისთვის, რომ ჩვენ დაგვეხმაროს რაღაც პროგრამების დამუშავებას და შეიძლება რადგან თქვენ არ ენდობით პარტნიორ, ეს არის გამოწვეული რამდენიმე მიზეზით. ეს შეიძლება იყოს ნამდვილად, როცა შენ არა გაქვს შენი შინაგანი დასაყრდენი და ჩვენ მაგას განვიხილავთ, გაქვს თუ არა, შენ თვითონ ახლა გაქვს ეს შინაგანი შენს თავში საყრდენი ხარ თუ არა, შენი თავისთვის პირველ რიგში საყრდენი. შეიძლება ეს იყოს გამოწვეული წინა გამოცდილებით, შეიძლება გიხალატეს, მოგატყუეს, შეიძლება ეს მერე უკვე გიტოვებს ისეთ მომენტს, რომ შენ უკვე გეშინია, რომ ისე გამეორდება ეს სიტუაცია. არ არის გამორიცხული ის, რომ დაუშვათ თვითონ თქვენი პარტნიორის საქციელიც არის ისეთი, რომ თქვა, დაუშვათ ახლა თვითონ ახლა რაღაცას მალავთ, თქვენ გრძნობთ, რომ არ მოდის ახლა გულახდილ საუბარზე დაუშვათ, ხო? ეს შეიძლება გამოიხატება მის ქცევებში, მის სიტყვებში, არ გამოდის ადამიანი დაუშვათ, თვითონ ესეც შეიძლება იყოს მიზეზი. ამავე დროს შეიძლება კონდეს ის მომენტი, რომ შენ თვითონ გაქვს დაბალი შეფასება და გეშინია, რომ მე არ ამირჩევენ, მე მიმატოვებენ, მე მიღალატებენ, მე არა ვარ იმდენად კარგი, რომ დაუშვათ ეს ადამიანი მე ამირჩევს. ესაც არის ხშირ შემთხვევაში და ანუ არა ვარ მე შინაგანად დარწმუნებული ჩემში, რომ თქვა ეს ძალიან სხვადასხვა ემართებათ ზოგს, ვისაც თქვა, ახლა უკვე გქონდათ ქორწინება, ან თქვა დაქვრიდნენ, ან გაშორდნენ, თქვა შვილები ყავთ, მე დაუშვთ წამიყვანს თუ არა, თქვა, ან მიმიღებს თუ არა ჩემ შვილებიანა და ასე შემდეგ და ეგრევე ამოწმებენ სხვათა შორის ძალიან ხშირად მაგით, რომ ადამიანი შემოვიდა და ეგრევე ეუბნება, რომ თქვა, იცი რა არის, ანუ მე ხა შვილებიც მყავდა თუ წამიყვან და თქვა ჩემ შვილებიან, ან მე მაგ თქვა ახლა სესხები და ან მე მაგ კიდე, ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ შენ თვითონ არ ახარ დარწმუნებული, შენ თავში არა გაქვს ეს საყრდენი შენში და დღეს ახლა მე მინდა რომ იცით თქვენ უკვე ჩვენ ახლა აქ რისთვის ვიყენებ მე ტაროს, მე საერთოდ კიდევ და კიდევ გავიმეორებ, ეს უფრო ალბათ ინფორმაცია იქნება იმათვის, ვინც პირველად შეიძლება შემოვიდა ჩემთან არხზე, ან დიდი ხანი არ არის აქ ჩემთან, რომ მე ტაროს ვიყენებ როგორც ფსიქოლოგიის წიგნს, რომ მე არც მკითხავი ვარ, არც მკითხაობ, უბრალოდ მე მაქვს მიდგომა სხვანაირი ტაროსადმი. ეს არის ჩემთვის ინსტრუმენტი, რომელიც გვაძლევს საშუალებას, რომ უცბად მალე ვიპოვოთ პასუხები და რა თქმა უნდა, მეორე ჩემი ინსტრუმენტი, რომელსაც მე ვიყენებ, ჩემი, იმიტომ რომ მე ვიყენებ ამ ინსტრუმენტს, რა თქმა უნდა, ჩემი შექმნილი ეს არ არის, მაგრამ მე ვიყენებ ბედის მატრიცას, იმიტომ რომ იქაც არის ძალიან ბევრი პროგრამები, ანუ რა არის ეს, ჩვენ მოვდივართ აქ პროგრამებით და ეს პროგრამები ჩვენში ისახება ბავშვობიდან. მე გავაკეთებ აუცილებლად, ჩვენ შაბათობით გვაქვს ასეთი საუბრები და იქ გავაკეთებ აუცილებლად თქვენ კითხვებზე პასუხებს გაგცემთ, იმიტომ რომ ძალიან დიდი მადლობა, რომ თქვენ მეხმარებით პასუხობს ანკეტებზე, რომელიც თქვენ გეგზავნებათ, იმიტომ რომ მე მინდა თქვენთვის ვიყო მაქსიმალურად სასარგებლო, იმიტომ რომ
ეს არის ჩემი დანიშნულება, რომ ვიღებ ცოდნას და მე უნდა გავცე აუცილებლად და ამიტომ გთხოვთ თქვენ, რომ ანკეტებში რომ მიპასუხოთ კითხვებზე, ან დაწეროთ რაზე გინდათ რომ ჩვენ ვისაუბროთ და აუცილებლად მე ამ შაბათს გიპასუხებ თქვენ ამ კითხვებზე და რა თქმა უნდა, პატიჟობ თქვენ ჩვენთან გოგოებს პატიჟობ ჩვენ კალთა კლუბში, სადაც ჩვენ ვაკეთებთ მოკლე მიმოხილვას თქვენს ბედის მატრიცაში, სადაც შემიძლია გიპასუხოთ იმ კითხვებზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია თქვენთვის და მატრიცაში ვიპოვოთ პასუხები. ამაზე ჩვენ ვისაუბრებთ უფრო მეტად კვირას, გარჩევები არის უფასოდ, მოკლე კლუბში, ლინკი ვიდეოს ქვეშ არის, მობრძანდით, ორჯერ კვირაში ვაკეთებ ასეთ მიმოხილვას. თუ არიცით რას ნიშნავს ბედის მატრიცა, აქაც არის ვიდეო დევს, სადაც მე ვხსნი რას ნიშნავს საერთოდ ბედის მატრიცა და რატო არის აუცილებელი, მე თუ მკითხავ ბავშვს რომ დაიბადება, იქ სამშვიდე აროში რომ ყველას დაურიგონ ეს მატრიცები, იმიტომ რომ ვიცი უკვე სამი შვილის პატრონი ვარ და ხა იბადებიან თუ არა ჩემი შვილები, ეგრევე ვუკეთებ და მე ვაკვირდები და ნამდვილად მასე რა, ნამდვილად მასე მუშაობს რა, ნამდვილად ის პროგრამები რეალობა რა, ეს არ არის უბრალოდ რაღაცა ვიღაცა მოიგონა, არა, ეს არის რეალობა. მე ვარ პრაქტიკოსი, ამიტომ მარტო თეორიას არ გეუბნებით, ყველაფერს რასაც გეუბნებით არის გამოვლილი პრაქტიკა არის მთავარი, თორე ცოდნით შეიძლება ბევრი იცოდე, მაგრამ შენ თუ პრაქტიკაში არ იყენებ, ეს არის მკვდარი ცოდნა. ვნახოთ ახლა ჩვენ დღეს ასე სიგნიფიკაციასავითაც იქნება, ახლა სულ მაქვს 1-3 კითხვა, ბევრი კითხვები არა, მაგრამ საკმაოდ მნიშვნელოვანია. პირველი მე მინდა ვკითხოთ, რამდენად გაქვთ თქვენ თვითონ აი ეს დასაყრდენი საკუთარ თავში. ანუ რამდენად თქვენ თვითონ ხართ თქვენს თავში დარწმუნებული, რამდენად აფასებთ თქვენს თავს, რამდენად თქვენ თვლით, რომ თქვენ ხართ ნამდვილად ღირსი სიყვარულის, ბედნიერების და აი პატივისცემის და ასე შემდეგ. იმიტომ რომ ეს მნიშვნელოვანია ძალიან. რამდენიმე დასტა წამოვიდა ეს, ნახოთ, ჩვენი წიგნები გამოვიყენოთ, ნახოთ. კიდევ ვკითხოთ რადგან ჩვენ ვიძახეთ, რომ ჩვენი ანარეკლი არის ჩვენი პარტნიორი, ხო? რომ გეუბნებით ხოლმე უსმინეთ პარტნიორს. ის ან უყურეთ, რას აკეთებს, როგორი ქცევა, იმიტომ რომ ის მოვიდა თქვენთან დასახმარებლად, ის არ არის თქვენი მტერი. თქვენ აი თუნდაც ეს ადამიანი აი ასე თქვათ, ცუდად იქცევა, როგორც თქვენ ფიქრობთ, არა. ეს გეხმარება თქვენი პროგრამების ამოღებაში და დამუშავებაზე. ახლა, ამაზეც ახლა რა თქმა უნდა მოგიყვებით, ახლა ვეცდები შაბათს, რომ ამასაც გავითვალისწინო. შემდეგი, ანუ ესე იგი, რას გაჩვენებს კონკრეტულად აი ეს პარტნიორი, ახლა, დავუშვათ ეს სიტუაცია გავარჩიოთ ჩვენ, იმიტომ რომ მე მიყვარს გარჩევა სიტუაციას, იმიტომ ვიყენებ. კიდე ერთხელ გეუბნებით, როცა მოდიხარ ჩემთან, მეკითხებით, რომ თქვენ მარტო გაშლას აკეთებთ, ერთ კითხვაზე პასუხობთ, ამას არა, მე ამას არ ვაკეთებ, არა. მე ვარჩევ სიტუაციას, მე არა მაქვს იმისი მისია, რომ გიპასუხო, დაგერეკავს, არ დაგერეკავს, თუ არ დაგერეკავს, რატომ არ დაგერეკავს, აი ეს უნდა გაგირჩიო. აბა მოდით, ახლა ნახოთ, ესე იგი, რითი არის, აი გამოწვეული ეს თქვენი დაუნდებლობა, თქვათ, თქვენი კონკრეტული პარტნიორის მიმართ. ვნახოთ ახლა ჩვენ და უნდა თუ არა თქვენ მას ენდოთ და თუ ხო რატომ. ასე დავდებ და მე ვნახოთ ახლა რა კიდე დაგჭირდება ჩვენ ახლა შემდეგი ჩვენი ფსიქოლოგიის წიგნები, ხო? ანუ გაქვთ თუ არა შენ ჩვენთან მოვიდა იმპერატრიცა, ვაიმე, იცით რა არის? საერთოდ რა საინტერესო არის? აი რაც დავაკვირდე, იმპერატრიცას, ახლა ვიცნობ ჩვენ უკვე, ხო? საერთოდ რა საინტერესო რამე, აი ყოველთვის უკვე დავაკვირდე, უფრო და უფრო აინტერესებთ აი ასეთი სახის საუბრები და ვიდეო,
იმათთვის, ვინც მართლა ამას მუშაობს თავის თავზე, ვინც ცდილობს მაქსიმალურად გაიგოს, რა კიდე შემიძლია გავაკეთო იმისათვის, რომ მე ვიყო თქვა ბედნიერი, მე ვიყო აი კარგი გახარებული, კარგი ურთიერთობა დავამყარო და იცით როგორ მიხარია, რომ აი მე რო ვკითხულობ ხა თქვენს კომენტარებს, ან პირად კონსულტაციაზე როცა მოდიხართ, ან ისე კლუბში გოგოები რო წერენ, რომ ეს აი თქვენ ნამდვილად, ეს არის იმხელა ჩემთვის ყოველ შემთხვევაში უძირფასესი რამ, რომ თქვენ აი ასე გიყვართ თქვენი თავი. იმიტომ რომ წუწუნი და ტირილი და თუნდაც ახლა გავარკვიო რა მჭირს, ფული არა მაქვს, ეს არა მაქვს, ბავშვური პოზიცია, ეს არის ძალიან ცუდი პირველ რიგში თქვენთვის, იმიტომ რომ ну არ გამოსწორდება არაფერი. ну მოვიდა ეს ერთი რამე, მინდა რომ ყველამ გაიგოს, რომ არა ვარ ჩვენ აქამდე და მიწაზე მოსულები იმისთვის, რომ რამეს თქვათ, ну არ ვისწავლოთ. აი ჩვენ ვიხსენებთ ჩვენს ცოდნას და კიდე ვაუმჯობესებთ. ანუ ჩვენ ცოდნას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. იმპერატრიცა რა თქმა უნდა, არის ნახეთ თქვენ თვითონ ნამდვილად გაქვთ ეს საყრდენი შინაგანი, კი. თქვენ ნამდვილად, ну აი რო ვთქვათ, რომ თქვენი თავის იმედი გაქვთ, თქვენ არ ახართ ისეთი პიროვნება, რომელიც დაუშვათ ახლა აქ არ იქნება ახლა საუბარი, შეგიძლიათ ეგრევე გამორთოთ და სხვა რამეს უყუროთ. თუ დაუშვათ თქვენ თვითონ არ იცით თქვენი ფასი, თქვენ თვითონ თქვენს თავს ნამდვილად პატივს სცემთ. ნამდვილად თვლით, რომ მე ვარ ყველაფრის აი კარგის ღირსი. ნამდვილად თქვენ ახლა ანუ დარწმუნებული ხართ თქვენს თავში, რომ მე შევძლებ ცხოვრება დაუშვათ აი ამ კონკრეტული პარტნიორის გარეშე შემიძლია ვიცხოვრო. ეს არის ძალიან უძლიერესი პოზიცია, შემიძლია გითხრათ, იმიტომ რომ ნამდვილად აქ ადამიანს აქ ნამუშევარი ბევრი. იმიტომ რომ ეს პოზიცია არ იქნებოდა იმპერატრიცას პოზიციას არ გვაჩვენებდნენ ჩვენ, თუ თქვენ ზიხართ, აი სხვათა შორის ნახეთ, არიან ესეთი გოგოები, ვინც ეგრევე იბადებიან ეგეთები. აი მაგალითად მატრიცაში არის მესამე ენერგია, რესურსზე, ან ნიჩზე და ზოგს იმენა პლუსში აქვს, ეგრე მოვიდა ამ რესურსის, იმპერატრიცის რესურსის მოვიდა, ასეთი სრულყოფილი ქალის ენერგია, რომელიც ახლა იცის თავისი ანუ თავის ზღვრების იქით არავის არ შეუშვებს, იცის თქვა, ჩემთან ასე არ შეიძლება, ჩემთან უნდა მოიქცე მასით, რომ მე პატივს ჩემს თავს და აი ადამიანების მაგას რო უყურებენ, ექცევიან ისე, როგორც თვითონ შინაგანად აცხადებს იმას, რა შეიძლება მასთან და რა არ შეიძლება. მაგრამ არიან ზოგი, რომ აქვთ ეს მესამე ენერგია, მაგრამ მატრიცაში ხო არის პლუსიც და მინუსიც, ხო ენერგიას აქვს პლუსი, მინუსი. ზოგი მოდის ამ რესურსით, მაგრამ არ იყენებს ამ რესურსს. გაიგეთ, ну არ იცის, უნდა ისწავლოს. ზოგი უკვე მოვიდა იმით, რომ всё უნდა. ზოგს საერთოდ არ აქვს ეს ენერგია, ეს უკვე 1000%-ით არის, რომ ადამიანი მოვიდა ამ ენერგიით და არ სჭირდება არც მუშაობა მაგაზე, არც არაფერი. აი ხო იცით, მე დარწმუნებული ვარ, შეიძლება ხალი შეხედა ფიზიკურად ეს ახლა არ გაგიჟდები, არ გასულელდები, მაგრამ ისეთი მამაკაცები არიან მის გარშემო, ან ისეთი მეუღლე, ან ისეთი თაყვანისმცემლები, რომ აი იტყვი, რომ რას პოულობენ და მაგასში, აი ეს შინაგანი ჩვენი არის ძალიან მნიშვნელოვანი. ერთმანეთს ჩვენ ვკითხულობთ ენერგიებით, აი ეს არის რა. მაგრამ ზოგისთვის არის საჭირო, რომ ისწავლოს, დაამუშავოს და ამიტომ პარტნიორებით შემოდიან ისეთები, რომელიც შეიძლება არაფასებენ, რომელიც იქცევენ, აი ღალატობენ, რომელიც თქვათ ახლა ტოვებენ, ხო? აი ეს არის, როცა შენ ხარ მინუსში რა, ანუ როცა შენ თვითონ ფიქრობ, რომ მე არა ვარ თვითონ კარგი, მე შინაგანად მე არ ვთვლი ჩემ თავს, რომ მე ვარ კარგი და ანუ ასეთი კაცი შეიძლება დამელაპა. მე აი ვიღაცა ის არ ვიტყვი თქვათ რაღაცა
ისეთი მე ყოველს პატივისცემ მამაკაცებს აბსოლუტურად, ვინც არ უნდა იყოს, იმიტომ რომ ისინი არიან ჩვენი მასწავლებლები. ჩვენც კი ვართ მაგათის მასწავლებლები, მაგრამ პატივისცემა უნდა იყოს, ქალს უნდა გქონდეს მამაკაცის მიმართ პატივისცემა. და ამიტომ მე ცუდად ვერ მოვახსენებ, მაგრამ ნუ არის დაუშვათ შენ ახლა იზახე რომ მე მინდა ძალიან ისეთი თქვათ ადამიანი, რომელმაც მე სათანადო ცხოვრება მომცე, სათანადო ყავს გვერდით, ვინც არის დღეს შენი პარტნიორი, ის არის სათანადო. იცოდეთ. შინაგანად თუნდაც, ანუ შენ რასაც გაქვს შიგნით, შენ მაგას აჩვენებ და აი ის არის შენი ანარეკლი, შენი პარტნიორი. კარგით, ეს გავარკვიეთ. ეხლა ვნახოთ მაშინ რა პრეტენზია გაქვთ თქვენს პარტნიორთან. იცით რა არის? ძალიან საინტერესო პოზიცია, იმიტომ რომ ეს ადამიანი პრინციპში რითი არის გამოწვეული ეხლა კონკრეტულად ამის მიმართ დაუნდებლობა. ვაიმე, იცით რა არის? ეხლა მქონდა ძალიან ესეთი ლამაზი გოგო იყო მოსული ჩემთან კონსულტაციაზე, ულამაზესი, უკარგესი, უმშვენიერესი და ანუ შეხვდა ისეთი ადამიანი, რომელიც ახლა ნამდვილად აძლევს აი ამ ბედნიერებას, ნამდვილად რა, ანუ შინაგანად და აქამდე იყო გათხოვილი შვილები წყავს, მაგრამ ვერ იღებდა იმ გორწინებიდან აი ასეთ ბედნიერებას და ეხლა რომ შემოვიდა ეს ადამიანი მის ცხოვრებაში, ანუ შეიშინდა, იცით ერთი, ანუ რომ აი ამდენი ბედნიერება როგორ და ის იმას აი შენ რატო არ ენდობი, იმიტომ რომ იმდენ სიხარულს გაძლევს, იმდენ სითბოს გაძლევს, შეიძლება გეუბნება რომ მე გახდი შენ ბედნიერს, აი ეს არის, გაიგეთ რომ რასაც გელაპარაკეთ რა, ანუ შეიძლება აი კი შენ ახლა აქ როგორც შეიძლება მუშაობ შენ თვითონ ბავშვებს ზრდი ეხმარებ, ფული გაქვს, რაღაცა კი, ანუ საყრდენი აქ შინაგანი იმაში გაქვს, რომ შენ ნამდვილად ყველაფერი შეგიძლია გააკეთო შენი შვილებისთვის შენთვის კაცის გარეშე დაუშვოთ, ხო? აი იმპერატრიცა ესეც არის, მაგრამ აი ის ადამიანი შენ გაჩვენებს ბედნიერებას და შენ გეშინია ბედნიერების, გაიგეთ რა ხდება? გეშინია რომ აი ნამდვილად მასეა, მე ანუ როცა მე არა ვარ ღირსი, აი ეს არის გოგოებო და გინას ბიჭებო თქვენც ახლა რა ბიჭებიც თქო გონიათ ახლა უფრო მეტად განიცდიან კიდე ვიდრე ჩვენ თქვენ რო იცოდეთ, როცა ასეთ მდგომარეობაში ხდებიან რა, უფრო მტკივნეულად, იმიტომ რომ ჩვენ გოგოებს გვაქვს იმისი საშუალება რომ გამოვხატოთ ტირილით და ემოციებით და ბიჭებს როგორ ზრდით ჩვენ არიტირო ეს კაცებისთვის ეს არ არის მისაღები, ასე ნუ მოიკეცე და ასე შემდეგ ბავშვებიდან, ხო და ამიტომ ეგენი ამათთვის უფრო ძნელია კიდე გამოხატვა და იმიტომაც კაცებს უფრო მეტად ემართებათ ინფარქტები რა, იმიტომ რომ ემოციას ვერ უშვებენ და არ შეიძლება და ამიტომ გულში ყველაფერს იკლავენ და ესეც მნიშვნელოვანია და აი აქ ახლა გეუბნებით ეს თქვენი მამაკაცი გაჩვენებს თქვენ ბედნიერებას და შენ ეს ანუ ეს აქ უეჭველი გაქვს პრობლემა იმაში რომ ვერ ვენდობი, იმიტომ რომ მე არ ვიცი ვარ ღირსი თუ არა, აი ეს დასამუშავებელი გაქვს თქვენ ეს ენერგიები და უნდა თუ არა ამ ადამიანს ენდოთ კი. უნდათ ენდო და რატომ? იმიტომ რომ ეს ადამიანი მოვიდა იმისთვის რომ შეცვალო შენი ცხოვრება და ნამდვილად მოგცეს შენ წინსვლა, ნამდვილად. უბრალოდ აქ ნდობა უნდა გამოხატო, ნახეთ 3 კარტი ამოვიღე და 2 მაღალი არკანი, ხო? 2 მაღალი არკანი, რას გვეუბნება? იმას, რომ უნდა ენდო, იმიტომ რომ ეს ადამიანი მოვიდა, რომ შენ გადაგიყვანოს ახალ ეტაპზე. ნახეთ, არც დაგჭირდა ჩვენ დღეს არც სხვა დასტები, იმიტომ რომ ძალიან საკმარისად 3 კარტმაც კი მოგვიყვა ყველაფერი აბსოლუტურად თქვენს მდგომარეობაში. და ამიტომ ძალიან ნორმალური თვით შეფასებაც გაქვთ თქვენ, უბრალოდ ერთადერთი თქვენს თავს მიეცეთ უფლება, რომ იყოთ ბედნიერი. მე შემიძლია. მე ყველაფერი აქ სამყაროში, რაც არის ჩემთვის. იმიტომ რომ მე აი იმ უფლებით რომ მე დავიბადე. მე მოვედი აქ იმისთვის, რომ ვიყო ბედნიერი.
და სამყარო რასაც მაძლევს მე ვარ მადლიერი მაგი და არა ეს შიშები და ნუ ცუდად ვეტყვი ახლა ნუ ათრევთ ამ ძველ ურთიერთობას ახალში. გაიგეთ? თქვენ ხო რაღაცას აკეთებთ ხო კარგსაც ხო? ნუ თქვენ ხო ზოგი ნახეთ ზოგს კი სჭირდებათ რომ თქვათ პრაქტიკები რამე გააკეთოთ, ზოგ თქვათ ახლა უსმენს ვიღაცას და რაღაცა მე აქ შინაგანადაც იცვლება მის თავში ხო? რაღაცა პროცესებს გადეხარ, ცხოვრება გასწავლით რაღაცას და ანუ დაიმსახურე უკვე შენ იმას რომ იყო ბედნიერი. უბრალოდ ეს ნდობა ნუ გაკ ეს შინაგანი შიში. ნუ გაკ, იმიტომ რომ თუ პარტნიორი არის შენს მიმართ თქვა ცივი, არ გამოხატავს თქვა თავის გრძნობებს, არ გაფასებს, ხო? ეს იმას ნიშნავს, რომ შენ შინაგანად ეგეთი ხარ, არ აფასებს შენს თავს და სულ გაკ აი ეს რაღაცა შიშები რა. ნუ დღევანდელ თემაზე დავამთავრებ საუბარს. გელოდებით რა თქმა უნდა კომენტარებში მომწერეთ, ეხლა რამდენად თქვენთვის იყო ეს საინტერესო ეს თემა და კიდე დაწერეთ, აი კომენტარებში ძალიან მადლობელი ვიქნები, რომ კიდე რა თემებზე კიდეთ რომ ჩვენ ვისაუბროთ. მე კი გელოდებით თქვენ რა თქმა უნდა ჩემთან კლუბში, სადაც ჩვენ კიდე ჩავიხედებთ თქვენს პროგრამებში, გიპასუხებთ იქაც აუცილებლად. კოცნით გეპერებით და გისურვებთ როგორც ყოველთვის ბედნიერება და ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ კარგი იყოს თქვენ ცხოვრებაში.